ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი განათლების რეფორმის უკან გაწვევას ითხოვს. ცოტა ხნის წინ მათ მორიგი განცხადება გააკეთეს. აღნიშნეს, რომ კვოტების შემცირება ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს და ენის შემსწავლელი მეცნიერებების სასიცოცხლო მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. პროფესორ მასწავლებლების საინფორმაციო განცხადებების გაკეთებას მომავალშიც გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და STEM სპეციალობებზე გამოცხადდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის შენარჩუნება საგანმანათლებლო ტრადიციების გაგრძელების აუცილებელ პირობად მიგვაჩნია. სხვა ისეთ ლინგვისტურ და ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამებთან ერთად, როგორიცაა გამოყენებითი ენათმეცნიერება, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, რუსისტიკა და ასე შემდეგ. ილიას უნივერსიტეტი 35 წლოვანი დამოუკიდებელი საქართველოს წარმატებული ინსტიტუციაა. ხდება ვითარება, რომელიც ძალიან გვაგონებს საბჭოთა კავშირს. მოგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირში არ არსებობდა არც შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა და არ არსებობდა მით უმეტეს არც ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამების საბაკალავრო საფეხურისთვის. ჩვენ შევეცადეთ ეს მოჯადოებული წრე როგორღაც გაგვერღვია, გამოგვეღწია საბჭოთა მემკვიდრეობიდან და სტუდენტებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ მიიღოთ ისეთი განათლება, როგორიც შესაძლებელია, რომ მათ მიიღონ დასავლეთშიც. ეხლა თუ კი ეს პროგრამები გაუქმდება, ფაქტობრივად ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს უკან, ბრუნდებით საბჭოთა კავშირში.